სალამი მეგობრებო, დღეს ჩვენი სტუმარია Lexus TX 350 2025 წლის მოდელი. აღნიშნული ავტომობილი იყო ძალიან მცირე დაზიანებით ჩამოსული. აღნიშნულ ავტომობილზე დაზიანებული იყო უსაფრთხოების აირბალიშების მართვის ბლოკი, რომელიც შეიცვალა მეორადი ბლოკით, აი ეგ დგას. რომელიც შეიცვალა მეორადი ბლოკით, მაგრამ როდესაც ახალი წლოვანების Toyota-ზე ან Lexus-ზე ვაყენებთ მეორად მოდულს ნებისმიერს, სხვა მოდულები გვიწერენ ამ მოდულთან კომუნიკაციის პრობლემას. რეალურად ეს კომუნიკაციის პრობლემა არ არის, ასე რომ ვთქვათ, ფიზიკურად, მაგრამ არის ჩასაწერი კომუნიკაციის ID, იგივე security key, რომელსაც ახლა გავაკეთებთ ჩვენ Toyota-ს ოფიციალური სადილერო ონლაინ პროგრამით. ახლა უნდა გავაცოცხლოთ ჩვენი TX-ი. როგორც ხედავთ, პრიბორებში ნაძვის ხე გვაქვს, ავტომობილი დაქოქილია. ავტომობილი დაქოქილია. პირველ რიგში გავაკეთოთ დიაგნოსტიკა. როგორც ხედავთ, აირბაგში ვინ კოდი არის განსხვავებული. და როგორც ხედავთ, security key არის გასაწერი ჩვენს ავტომობილზე. ჩემო მეგობრებო, ახლა ვიწყებთ უკვე პროგრამირებას, ანუ security key-ის გაწერას, რომელსაც გარკვეული დრო დასჭირდება. ერთად ვნახოთ შედეგი. ავტორიზაცია წარმატებით გავიარე. ახლა კი უნდა დავიწყოთ ჩაწერა. Security key-ის ჩაწერა მორჩა. ახლა უნდა დავასრულოთ პროცესი. ახლა დავქოქოთ და ვნახოთ ჩვენი მანქანა. მეგობრებო, აი, როგორც ხედავთ, ჩვენი ნაძვის ხე ჩაქრა, აირბაგი დაგვიტოვა და მაგასაც ვნახავ რატო ანთებს. ესე იგი, მეგობრებო, ნახეთ რაშია საქმე. ეს ბლოკი კიდევ აპროგრამეთ და ყველაფერი კი ჩაქრა. მაგრამ აირბაგი რატო დაგვიტოვა ანთებული? ხო, უყურეთ რა ხდება. ეს აირბაგის მოდული არის გამოწერილი საზღვარგარეთთან, როგორც აღმოჩნდა. ამ აირბაგის მოდულში წერია crash-ი. ეხლა მანქანაზე ყველაფერი გასწორებული, ეხლა წავშლით crash და ეს პრობლემაც მოგვარდება.